კუპატი უბრალოდ ქართული კერძი არ არის. ეს 5000 წლოვანი ისტორიის ნაწილია. ეს ტექნოლოგია ჯერ კიდევ ძველმა შუმერებმა გამოიგონეს. რომაელმა ლეგიონერებმა კი მთელ ევროპაში გაავრცელეს. სიტყვა კუპატი სავარაუდოდ ჩვენთან აბრეშუმის გზით სპარსეთიდან შემოვიდა. სიტყვიდან კუბატ დაკეპილი ხორცი. თუმცა საქართველოში ეს კერძი რადიკალურად შეიცვალა. კუპატს ცნობილი ნათესავები ყავს. ესპანეთში ეს ცხარე ჩორიზოა პაპრიკით, გერმანიაში კი ბრატვურსტი. მთელ მსოფლიოს უყვარს ძეხვეული, მაგრამ საქართველოს რეცეპტს გენიალური ტრიო დაამატა: მჟავე კოწახური ან პროცეული და ველური ქონდარი. სწორედ ეს სუნელი და სიმჟავე აბალანსებს ცხიმს იდეალურად. ეს არსად სხვაგან არ არის. ყველა კუთხეში, იმერეთში, გურიასა თუ სამეგრელოში კუპატს თავისებურად ამზადებენ, სუფთა ხორცით ან გულღვიძლით. მაგრამ დასავლეთის მთავარი განსხვავება შებოლვა და სიცხარეა, რაც კერძს განსაკუთრებულ ხასიათს ანიჭებს. უძველესი ტექნოლოგია პლუს უნიკალური ქართული სუნელები და კენკრა. კუპატი უბრალოდ საჭმელი კი არა, გემოს ბალანსის მსოფლიო შედევრია. ეთანხმებით?